აი, ნახე კიდე, თამაშებს თუ დიდი პატივს ვცემ კიდე თან. ამაზე ხო ის არის, ამაზე არც არ ვთამაშო. ეს აფუჭებს. ეს არის რაღაცა დროის გასაყვანი, მაიმუნობა ის მიაერთე, მოაერთე რაღაცები. ტრუბაში აერთე, ფერი დასვით, აი TikTok-ი რაც არის რა. ანუ აი ამაში მაინც ისეთი ნაგავია ჩაყრილი ბევრი ტელეფონში. რა აპლიკაციებიდან დაწყებული. კი, ბევრი სასარგებლოც არის, მაგრამ აი როგორც YouTube-ს და იმას ვერ შევადარებ რა. ეგრე არის აი ეს თამაში იმაზე რა. თამაში დროის გაყვანის. ხო, რო სადღაც ხარ, კი ბატონო, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ხანდახან ისე ზომბირსავით. არა, მაგას ჯობია. მართლა ტელეფონში, მობილურში ტელეფონში ზოგადად თამაშებს ჯობია რომ იმ მომენტში არაფერი არ გეთო. მართლა. იმიტომ რომ ბევრად სასარგებლო შეიძლება იყოს შენთვის ის აი თქვათ მეტროში ზიხარ თვალს და წიგნიც არ წამოგიღია, უხსასმენიც არ გაქვს რომ მუსიკას მოусმინო და რაღაც თამაშობ ჩართე ზომბივით რომ მე ზუსტად ვერ არაშვები სავარაუდოდ, ხო, იმიტომ რომ კიდე გააგრძელებ იმედე ერთ რეისზე ხვალ თამაშობ მარტო უკანა გზაზე თამაშობ გითხრებს მე და ის დრო ჯობია, აი იჯდე და იფიქრო რაღაცაზე. ვიდრე, იმიტომ რომ ჩვენ ის გვაქვს პრობლემა გვაქვს თაობას გაგვეჭით და სერიოზული პრობლემა. ავიც დაკვირვებული ხარ თუ არა საკუთარ თავზე ჩვენზე გაქვს ალბათ ეგ რო აი რაღაცა მომენტი რო გაიჩიტება რომ უცებ აი არაფერი არ ხდება და შეიძლება აი რაღაცაზე მოიწყინო და ფიქრე ან მოიწყინო თუნდაც ხო ცუდი ხო არა მოწყენაც ხა შემადგენელი ნაწილია ცხოვრების ხო ეგრევე შეიძლება ტელეფონს ეცე რომელიც 2 წამის წინ გადადე რა აიღებ რაღაცა გახსნი Facebook-ი არაფერი არ ხდება Messenger-ი არაფერი აბა TikTok-ი არაფერი YouTube-ი არაფერი გადადებ 5 წუთი გავა ისევ აიღებ რა თითქოს ამ 5 წუთში რაღაცა გრანდიოზული ცვლილებები მოხდებოდა ხო და რაღაცნაირად დამოკიდებულები ვართ იმაზე რომ მუდამ რაღაცას უნდა ყურადღება დაუთმოთ და ხანდახან არ არის აუცილებელი რომ გინდა თუ არა რაღაცას უყურებდიან რაღაცას თამაშობდნენ რა პირდაპირ თამაშები მაგაც დაჯდომა და აი ხანდახან რომ დაჯდე პროსტა აფერა კაი არაფერი ვარ აკეთო აი დაჯდე კი მე ასება ხოლმე სხვათა შორის იქ ყავა ჩაი და ნორიოში ვარ ხოლმე იფიქრო რაღაცას ნორიოში აი რეკორდულად ცოტა ხანი გამოვიყენე TikTok-ი იქ რო ვიყავი დავაკვირდი აი რაღაც ბუნებასთან ჰარმონია კაიმონზე დაჯდები გახედავ მაინც ყნათელი კაცი ხარ გამიგებ რო დაჯდები გახედავ ოღონდ სხვა ის ამშია და რა ტელეფონს ტოვებ ოთახში რაღაცას ქვემოთ ჩავდივარ პირველ სართულზე ეზოში გავდივარ აი ფილმის ყურებაც იქ უფრო მინდება რა თითქოს და აი რაღაცა ეგეთ რაღაცებთან კავშირი აუ იდეალური ადგილია გეიმინგ არხის მოსახლეობა და ასლაპარაკო იზო ხო და ის არის ჩემი ხისახი ნაკლები დრო რო დაუთმოთ ტელეფონებს და მეტი დრო ერთმანეთს აღნიშნავს რომ საკუთარ თავსაც გულისხმობ რა იმიტომ რომ ფიქრი საბოლოო ჯამში მარტო აბაზანაში არ უნდა რომ ბანაო მაშინ მარტო არ უნდა იფიქრო რა ხანდახან შეიძლება დღის განმავლობაშიც დაფიქრდე რაღაცებზე და რაღაცები იფიქრო რა აი Tank Company აი World of Tanks და რაღაც ეგეთ Candy Crush რაღაცები რომ შემოვიდა მაგან აი gaming გადაარტყა ზურგში ძალიან ცუდი ისა რა თუ რომ აი გახდა რაღაც დროის გასაყვანი ძალიან ჩამთრევი ერთობა ჯოხეთი მე რაც მინახავს ძმაო ცხოვრებაში არ მითხრა რაც ეგ საათები აქვს დახარჯული ხალხს მაგაზე ეგ რო გეიმინგზე გადაენაწილებინოთ ხარისხიან რაღაცები რო ეთამაშათ მე ძალიან ბევრი დრო მაქვს დახარჯული აი სულ თავიდან Facebook-ი რო შეიქმნა იმაზე მაფიაზე მოყოლილი ძმა Mafia Wars რო იყო თამაში Facebook-ზე სულ თავიდან რო შეიქმნა Facebook-ი მაშინ რო იყო Mafia Wars მაგით Facebook მაგითო გავაკეთე თუ რაღაცა ვიღაცა მომიწვია თუ თამაშობდა და გააკეთეო და მე თამაშების გამო გავაკეთე Facebook-იცი ბევრს ეგრეა იმ პერიოდში თუ გააკეთე მაგის გამო აი თამაშებიო და შევედი რეკორდებს უხსნიდი რაღაცებს